23 წლის ბიჭი დამეღუპა, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხათად იქცა. როდესაც დედა შვილი უკვდება, დედის გულიც მასთან ერთად კვდება. უბრალოდ იმ იმედით განაგრძობს ფეთქას, რომ ერთ დღესაც სასუფეველში თავის შვილს ისევ ჩაიკრავს გულში და ამჯერად უკვე სამარადისოდ. კაცობრიობას ჯერ ვერ გამოუგონებია ის სიტყვა, რომელიც ზუსტად აღწერს შვიმკვდარი დედის ტკივილს. ეს მზია ბებუა, ქალი, რომელსაც ჯერ 23 წლის ვაჟკაცი დაეღუპა მენინგიტით, ხოლო შემდეგ შვილი. მერე კი მეორე შვილიშვილიც წაართვა ვერაგმა სიკვდილმა. თითქოს ვიღაცამ დაწყევლა პარუნაშვილების ოჯახი. ქალს სწორ ნაწლავზე სიმსივნე აღმოაჩნდა. აი ასე აქვს ნაწლავი გარეთ გამოსული. საშინელი ტკივილებით იტანჯება მოხუცი ბებო. საბრალო ქალს იმის ფულიც კი არ აქვს, რომ აფთიაქში ჭრილობის დამამუშავებელი სპეციალური ხსნარი და დასაკრობის სტიკერები იყიდოს. ამიტომ ბებო იზოლებულია, რომ ერთჯერადი სტიკერები მრავალჯერადად გამოიყენოს. ეს კი ინფექციის შეჭრის და სეფსისის განვითარების დიდი რისკია. მე რიდება, რომ დახმარებას ვთხოვთ კეთილო ადამიანები. ფული არ მაქვს, საშუალება არ მაქვს ექიმებთან რომ მივიდე, ტკივილები მაქვს, ვიტანჯები. მოხუცი ქალი და პატარა შვილიშვილი სამეზობლოში ყველას განსაკუთრებულად უყვარს, რადგან ავადმყოფობის და სიღატაკის მიუხედავად მათი გულები არ გაბოროტებულა და თვალებიდან მხოლოდ სიკეთეს, სითბოს და სიყვარულს ასხივებენ. საბრალო ქალისთვის 2 კილოგრამზე მეტი სიმძიმის აწევა არ შეიძლება, მაგრამ მოხუცი ბებო ფიჩხებს აგროვებს, რომ შვილიშვილს დილით დანთებული ღუმელი და თბილი ოთახი დაახვედროს. იაკობი ცდილობს ისევე იმუშავოს, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა. ჭურჭელსაც რეცხავს და მაკარონსაც ხრაკავს, ხოლო როცა სახლში მხოლოდ 300 გრამი მაკარონია, ბავშვი ბებოს ატყუებს, რომ მას არ შეა. ჩემი ბებო ძალიან მიყვარს, გული მტკივა, რომ ის ცუდად არის, ძალიან ავად არის. უფალ ვთხოვ, კარგად გახდეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.